კონცერტი გაიმართა. მორიკონე კინოს ლეგენდა, ასე ერქვა საღამოს, რომელმაც გენიალური კომპოზიტორის შემოქმედების ერთგული მსმენელი გააერთიანა. პირველად საქართველოში ცნობილმა მესაყვირემ ნელო სალცამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უგდავი მუსიკა გააცოცხლა და მსმენელს მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიის შესახებ უამბო. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ სოფო ხალვაში, გიორგი შიოლაშვილი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი, საქართველოს ვირტუოზები. ეს არის ფესტივალი, რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ მისი დამაარსებელი, მისი ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული ქალბატონი, მუსიკოსი ლიანა ისაკაძე, რომლის სულიც დღეს ჩვენთან ერთად იყო, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც არის სრულიად განსხვავებული ფენომენი. და მის ფესტივალს უნდა ქონდეს ძალიან დიდი გზა და ბევრი წლები უნდა იარსებოს. პირველად საქართველოში მსოფლიოში სახელდანთქმული მესაყვირე ნელო სალცა, რომელმაც შეასრულა ენიო მორიკონეს დაუვიწყარი შედევრები. ძალზე თბილად მიიღო ბათუმელმა მსმენელმა, ჩვენ ბედნიერები ვართ ყოველთვის, როცა ჩამოვდივართ აქ. და გამოშვების ბოლოს კიდევ ერთი ინფორმაცია, 8 წლის ეკატერინე ოსიყმეშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას თავის